ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150,000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში 20 გამარჯვებული გამოავლინა. გამარჯვებული სტარტაპერების დაჯილდოების ღონისძიება ამ წუთებში იწყება და მას პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოგესალმებით, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მივესალმები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, მინისტრთა კაბინეტის წევრებს, პატივცემულ სტუმრებს. ჩვენს პატივცემულ სტუმრებს ასევე საზღვარგარეთიდან, მრავალი ქვეყნიდან არიან ჩამოსულები დღეს საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის მხარდასაჭერად და რა თქმა უნდა მოგესალმებით თქვენ სტარტაპერებო, ეს არის სტარტაპული ღონისძიება და აბა როგორი განწყობა გვაქვს 3 დღის მერე. შვენიერი. მე მინდა პირველი სიტყვით მოვიწვიო ადამიანი, რომლის უშუალო ინიციატივითაც და მხარდაჭერით ქართულ სტარტაპებს უნიშნელოვანი საგადასახადო შეღავათები დაუწესდა. ჩვენ ინოვაციების აგენტოში ვერ წარმოვიდგენით ესეთი მნიშვნელოვანი რეფორმა თუ შეიძლებოდა განხორციელებულიყო და მართლა უპრეცედენტოა. გთხოვთ მივესალმოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი კობახიძეს. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ქალბატონ მარიამ კროიშულს, მივესალმები მინისტრებს, მთავრობის წევრებს, მივესალმები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, მივესალმები სახელმწიფო რწმუნებულს, გურის მხარეში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, პარლამენტარებს, მივესალმები ჩვენს უცხოელ სტუმრებს, იურის წევრებს, ჩვენ სახელოვან სპორტსმენს, საზაფაჩულიას და სტარტაპერებს. მინდა მოგესალმოთ და მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მე მიხარია რომ ვესწრები დღევანდელ ღონისძიებას 20 წარმატებული სტარტაპის დაჯილდოებას. ეს არის კულმინაცია ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის, რაც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანაში ინოვაციების, სტარტაპების განვითარებასთან. რა თქმა უნდა, სტარტაპები განსაკუთრებულ ძალას ძენს ეკონომიკის განვითარებას, აქ თავს იყრის როგორც ტექნოლოგიები, ასევე შემოქმედებითი მიდგომა, ცოდნა და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტი იქნება მომავალში სტარტაპების მხარდაჭერა, ეს ზრდის, რა თქმა უნდა, კონკურენტუნარიანობას, საერთაშორისო ეკონომიკურ ბაზრებზე, შესაბამისად მომავალში საქართველოს მთავრობა აქტიურად დაუჭერს მხარს სტარტაპების განვითარებას. ძალიან გვიხარია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საჯარო და კერძო სექტორი აქტიურად თანამშრომლობთ ერთმანეთთან სტარტაპების განვითარების მიმართულებით, იმისათვის რომ შექმნათ უფრო ხელსაყრელი გარემო სტარტაპებისთვის ჩვენს ქვეყანაში და ამისათვის, როგორც უკვე აღენიშნა, ჩვენ გავამარტივეთ საგადასახადო კანონმდებლობაც, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ მიიღოთ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და პირველი 3 წლის განმავლობაში მთლიანად გათავისუფლდებით, რა თქმა უნდა, საშემოსავლო გადასახადისგან. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ხელშეუწყობს სტარტაპების განვითარებას, შესაბამის ინფრასტრუქტურის განვითარებას. მომავალშიც კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ხელშეუწყობს ამ მიმართულების შემდგომ განვითარებას. ჩვენ ასევე გუშინ ვეწვიეთ ქუთაისს, სადაც ქმნით ტექნოლოგიურ ჰაბს, ესეც არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც იდგმება სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით. ჩვენს ქვეყანაში შემოვიყვანეთ სოფლიო დონის აქსელერატორები, ინვესტორები. ეს ყველაფერი კეთდება საბოლოო ჯამში ერთი მიზნისთვის, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა და პროფესიონალებმა საკუთარი იდეები პირველ რიგში აქ ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში განავითარონ და იდეების რეალიზება შეძლონ ჩვენს ქვეყანაში. თქვენი წარმატება არის მაგალითი ახალგაზრდებისთვის და არა მარტო პოლათაობის წარმომადგენლებისთვის. თითოეული თქვენი ისტორია, რა თქმა უნდა, სტიმულს აძლევს ნებისმიერ სხვა ადამიანს, რომ თავადაც მიაღწიონ წარმატებებს, აიხდინონ საკუთარი ოცნება, სტარტაპად აქციონ საკუთარი იდეები და ამ კუთხით სამაგალითოა, რა თქმა უნდა, ის საქმე, რომელიც თქვენ სტარტაპერებმა გააკეთეთ. მინდა შესაბამისად კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს მიღწეული წარმატება. ეს ჯილდო არის არა მხოლოდ დაფასება იმ საქმიანობისა, რომელიც თქვენ განახორციელებთ, არამედ პასუხისმგებლობაც არის, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად განავითაროთ საკუთარი იდეები. კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რომ საქართველოს მთავრობა მომავალშიც განსაკუთრებულ პრიორიტეტად აღიქვავს სტარტაპების განვითარებას, ინოვაციების, ტექნოლოგიების მხარდაჭერას და მიმართულებით მომავალშიც გვექნება ძალიან კონკრეტული ინიციატივები ეკონომიკის სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ამ საკითხს და კიდევ ერთხელ გვირდებით მომავალშიც მხარდაჭერას, კიდევ ერთხელ გილოცავთ მიღწეულ წარმატებას და მომავალშიც გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებებს. უღრმესი მადლობა.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს მუდმივი მხარდაჭერისთვის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სიძლიერე არის ის ძლიერი ზურგი, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახით და ინოვაციების კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის და მე მინდა სიტყვა გადავცე ჩვენს მნიშვნელოვან მხარდაჭერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ქალბატონ მარიამ ქრუვიშვილს. ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, მივესალმები ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, მთავრობის წარმომადგენლებს, ბატონ სულხან თამაზაშვილს მივესალმები, ისევე როგორც დიდი სიტყვეთი მივესალმები ჩვენ სტუმრებს, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროპიდან ჩამოვიდნენ და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით დღევანდელი დღის გამარჯვებულების გამოვლენაში. როგორც მოგეხსენებათ, თანამედროვე ცივილიზაცია და ეკონომიკა უკვე წარმოუდგენელია ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გარეშე, რომლის განუყოფელი ნაწილიც არის სტარტაპების ეკოსისტემა. მასში მონაწილე ყველა ადამიანი, რომელიც კრეატიული აზროვნებითა და ახლებური გადაწყვეტის გზით ცდილობს გაუმჯობესოს კონკრეტული მიღწევა. დღეს ჩვენთან ერთად იმყოფება 20 წარმატებული სტარტაპი, რომელმაც მოახერხეს თავიანთი იდეების რეალიზება და შედეგიან პროექტებად ქცევა. ქართული ეკონომიკისთვის მსგავსი ცოდნაზე დაფუძნებული საქმიანობა მნიშვნელოვანი ასპექტია. საქართველოს ხელისუფლებისთვის სტარტაპების ეკოსისტემის განვითარება და ხელშეწყობა ყოველთვის იყო, არის და იქნება განსაკუთრებული ზრუნვის საგანი. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს ტექნოლოგიების, კრეატიული ბიზნესებისა და მაღალი ღირებულებების სერვისების მიმართულებით განვითარდეს და შექმნას მიმზიდველი გარემო, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო რეზიდენტებისთვის. ამ გზაზე უკვე არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის ფარგლებში 264 სტარტაპი უკვე ჯამურად 43 მილიონი ლარით დაფინანსდა. შედეგად აღნიშნული სტარტაპების მიერ მიღებული კერძო სარგებლის მოცულობამ 700 მილიონ ლარს მიაღწია. ეს რიცხვები სააგენტოს საგრანტო პროგრამის ქმედითუნარიანობასა და წარმატებაზე მეტყველებს. ჩვენი ხელშეწყობით ინოვაციური იდეები კრეატიულ პროდუქტებად იქცა და სათანადო მასშტაბებით შეიძინა. დღევანდელი სტარტაპ ეკოსისტემის სისწრაფისა და არსებული საჭიროებების მოკვლევის საფუძველზე გადავწყვიტეთ ამერიკული და ევროპული 4 აქსელერატორის საქართველოში შემოყვანა. აქსელერაციის პროგრამა იქნება თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის ლოგიკური გაგრძელება, რომელიც წლიურად 160 სტარტაპს მოიცავს. ეს მათ მისცემს წვდომას გლობალურ ბაზრებზე, საერთაშორისო ქსელსა და დამატებით ინვესტიციებზე. აქსელერაციის პროგრამაში ჩართული სტარტაპების საგრანტო დაფინანსება 150,000 ლარიდან 200,000 ლარამდე გაიზრდება. ამასთანავე სახელმწიფო ინოვაციური სტარტაპების სპეციალურ საგადასახადო რეჟიმს აწესებს, რომელიც ძალაში 24 სექტემბრიდან შედის. 3 წლის განმავლობაში სტარტაპები და კვლევასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიები ნულოვანი საგადასახადო განაკვეთით ისარგებლება. საქართველომ არ უნდა შეაჩეროს გლობალური ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების ეტაპები და ამისთვის ჩვენი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, კვლავ გვპირდებათ უამრავ ხელშემწყობი პროგრამის თქვენთვის წარდგენას. მხოლოდ ასე ავაშენებთ უკეთეს მომავალს, შრომაზე, ცოდნაზე და რეალურ ძალისხმევაზე დაყრდნობით აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რომ ჩვენ გვექნება აყვავებული ქვეყანა მშრომელ და ბედნიერ საზოგადოებას ცოდნითა და უნარებით აღჭურვილ თაობებს მივიღებთ. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა რომ გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და პირველ რიგში მადლობა გადაგიხადო თითოეულ თქვენგანს, მადლობა გადაუხადო ჩვენ სააგენტოს, მადლობა გადაუხადო ჩვენ ჟიურის წევრებს და რა თქმა უნდა გისურვოთ წინ კიდევ მრავალი წარმატება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებაზე პირდაპირ პროპორციულად აისახება. დიდი მადლობა.